მათეს მე-6 თავის 24 მუხლიდან 34 მუხლის ჩათვლით წავიკითხოთ. ორი ბატონის მსახური. არავის შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. ან ერთი უნდა სულდეს და მეორე უყვარდეს, ან და იმერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც. ამიტომ გეუბნებით თქვენ, ნუ ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურს თქვენი სხეულისათვის, თუ რითი შეიმოსოთ, განასული საზრდოზე მეტი არ არის და სხეულის სამოსელზე? შეხედეთ ცისფრინველებს, ისინი არც დესავენ, არც მკიან, არც ბეღლებში აგროვებენ და თქვენი ზეციერი მამა ასაზრდოვებს მათ. განა თქვენ მათზე ბევრად უკეთესნი არ ხართ? რომელ თქვენგან შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წრთა შემატოს? სამოსელზე რაღაც ზრუნავთ. შეხედეთ ველის შროშანებს, როგორ იზრდებიან, არც შრომობენ, არც ართავენ, მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი მთელი თავის დიდებაში არ შემოსილა ისე, როგორც ერთია მათგანი. თუ კი მინდვრის ბალახს, რომელიც დღეს არის ხვალკი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ასე მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ მცირედ მორწმუნენო? ამრიგად ნუ ზრუნავთ და ნუ ამბობთ, რა ვჭამოთ ან რა ვსვათ, ან რით შევიმოსოთ, ვინაიდან ყოველივე ამას წარმართები ეძებენ. ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ თქვენ გჭირდებათ ყოველივე ეს. თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთისასუფეველი და მისი სიმართლე და ეს ყოველივე შეგემატებათ. ამრიგად ნუ იზრუნებთ ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელ დღე თვითონ იზრუნებს თავის თავზე. ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი საზრუნავი. ძვირფასებო, რა ძვირფასი სიტყვებია უყურე? არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს. ვინ არის ეს ორი ბატონი? მხოლოდ სახარებას რომ წაიკითხავ ადამიანი, მაშინ ხვდები ვინ არის ეს ორი ბატონი. სულიერ სამყაროში არის ერთი ღმერთი და ერთი ეშმაკი. ვერ გაიგებ ვის როგორ უნდა ემსახურო, სანამ სახარებას არ წაიკითხავ. ადამიანი ფიქრობს, რომ მე ღმერთს ვემსახურებ, მაგრამ საქციელით ეშმაკს ემსახურებ. ამიტომ წაიკითხეთ სახარება და მიხვდებით ვის ემსახურებით. მანამდე ვერ გაარჩევ ამას, იმიტომ რომ არ იცი ღმერთი რას გეუბნება და რას გასწავლის. ღმერთი მოგიწოდებს სიწმინისკენ და ღმერთი მოგიწოდეს, რომ ჩემი მცნებები დაიცავი და გექნება საუკუნო სიცოცხლე. გაკურთხებთ იესოს სახელით თითოეულ მსმენელს.